გიორგი, გავასწორებ თქვენი ხმა მოდის ხარვეზით. Ახლავე ეცდება ჩვენ ტექნიკური ჯგუფი ამის გასწორებას. მანამდე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ საუბარია კანონზე, რომელიც არის მიღებული და გულისხმობს ბოლო ცვლილებას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ასე ვთქვათ, ვილაპარაკებთ სხვადასხვა აი ამ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლის ბოლო ვერსია, ერთ-ერთი ბოლო ჩანაწერი ფინანსური დანაშაულისთვის გასამართლებული ადამიანის დახმარების აკრძალვას გულისხმობს და როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, ასეთი არც ბელარუსში უნახავს. შეიძლება არსებობდეს ივანიშვილის შიდა უთანხმოებები, თუმცა ცვლილებები უფრო მასშტაბურია და ის მთელ საზოგადოებას ფარავს. გვაქვს თუ არა შესაძლებლობა გავაგრძელოთ? კი ბატონო, ძალიან მალე ჩვენ დავიწყებთ ლაპარაკს IDFI-ის იურისტთან, გიორგი დავითურმა, თან, რომელიც ამბობს, რომ ბელარუსშიც კი არ მოქმედებს კანონი, რომელიც ფინანსურ დანაშაულთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს მეორე მოსმენის ფარგლებში დაემატა. ეს ნიშნავს, რომ ოჯახის წევრსაც კი ეკრძალება იმ ადამიანის დახმარება, რომელიც ციხეში ფინანსური დანაშაულის გამო მოხვდა და სასჯელი მოიხადა. მოკლედ საუბარია საკანონმდებლო პაკეტზე, რომელსაც მეორე მოსმენის ფარგლებში დაემატა მსგავსი აკრძალვა. გვაქვს თუ არა შესაძლებლობა ვესაუბროთ გიორგი დავითურს? კი ბატონო, გიორგი, კი დაგიბრუნდით, ვილაპარაკოთ აი ამ ცვლილებებზე, რომელიც საკანონმდებლო პაკეტს მეორე მოსმენისას დაემატა. რას გულისხმობს ეს და რა შტაბეჭდილება გრჩებათ, რომ ეს არის კონკრეტულ პერსონებზე მორგებული თუ მისი ნეგატიური ძალა ამ კანონის გავრცელდება, რა თქმა უნდა, შეეხება უამრავ ადამიანს? მოგესალმებით, მადლობა საკითხით დაინტერესებისთვის. პირველ რიგში ვიტყვი, რომ ცვლილებები, რომელიც შედის სისხლის სამართლის კოდექსში, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, არსებითად, ჩვენი შეფასების არსებითად შეუთავსებელია საქართველოს კონსტიტუციასთან, განსაკუთრებით ადამიანის ღირსებასთან. ამ ცვლილებების მიხედვით ფაქტობრივად პროკურორი ხდება, ნაწილობრივ ითავსებს მოსამართლის ფუნქციებს, ნაწილობრივ ითავსებს აღსრულების ეროვნული ბიუროს ფუნქციებს. ამ პაკეტის მიხედვით კონკრეტული დანაშაულებისთვის და საზოგადოებისთვის ეს დანაშაულები არის ფინანსური დანაშაულების სახელით ცნობილი, თუმცა მისი მოქმედების არეალი შეიძლება იყოს ბევრად ფართო. არის ისეთი მუხლები, როგორიც არის მაგალითად თაღლითობა ან სხვადასხვა მცირე ფინანსური დანაშაულები. ამ ადამიანს ჯავრდების ან ბრალდებულის დაწყების მომენტიდან, მათ შორის თუ დადგება სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილება, პროკურორს ენიჭება უფლებამოსილება, რომ ფაქტობრივად ზიანის ანაზღაურების მიზნით მას, მის ოჯახის წევრებს, მასთან დაკავშირებულ პირებს, იქნება ეს ბიზნეს პარტნიორი თუ სხვა პირი, გამარტივებული წესით ფაქტობრივად ჩამოართვას ქონება და მიმართოს ზიანის ანაზღაურებისკენ. აქვე უნდა დავაზუსტოთ, რომ ზიანის ანაზღაურებაზე, მაგრამ არ ანაზღაურებს იმას, რაც აქვს გადასახდელი. სასჯელის მოხდის მიღმა არის ეს ყველაფერი, ეს უნდა განმარტოთ და არ თავდება სასჯელის მოხდით. ადამიანს, რომელსაც სულ ქონება არ გააჩნდეს არც ერთი თეთრი, მას მაინც გრძელდება ეს ვალდებულება სასჯელის მოხდის შემდგომ, ანუ რესოციალიზაციის შემდგომ პერიოდშიც. რაც გულისხმობს, რომ მას აეკრძალება ქვეყნიდან გასვლა, აეკრძალება მას საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე მეტი შემოსავლის მიღება და ნებისმიერი ადამიანი იქნება ეს მისი მეგობარი, მისი ოჯახის წევრი, მშობელი, შვილი, რომელიც გადაწყვეტს, რომ ამ ადამიანს ამ პირობითად თვეში 500 ლარის მიღმა დაეხმაროს უფრო მეტად, შეიძლება თვითონ გახდეს უკვე ცალკე დანაშაულის ჩამდენი პირი და თვითონ დაექვემდებარა რომ ცალკე სისხლისამართლებრივ დევნას. მთლიანობაში ეს პაკეტი რაც არის ინიცირებული ადამიანის როგორც სამართლის სუბიექტის, როგორც ღირსების მატარებელი სუბიექტის არსებობას აკნინებს ავისი არსით და ამ კონკრეტულ ადამიანებს, მათ ოჯახებს, მათ საახლობლოს უქვემდებარებს უკვე სისხლისამართლებრივ
არა მხოლოდ დევნას, არამედ თითქმის მთელი ცხოვრების განმავლობაში და ეს გულისხმობს ხანდაზმულობის ვადის ორმაგ ვადას, რაც რო ავიღოთ დაახლოებით რიგი დანაშაულებთან მიმართებით, ეს შეიძლება უტოლდებოდეს 30 წელსაც კი. 30 წლის განმავლობაში, რომ წარმოვიდგინოთ, რომ სახელმწიფო მას ედავება სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენებაში, პირობითად ავიღოთ მიაყენა 4 მილიონი ზიანი სახელმწიფოს, ამ ადამიანს თუ არ ექნება ქონება, ის ვერაზროს ვერ დატოვებს 30 წელს დაახლოებით ალბათ თუ სწორად აქვს ხანდაზმულობა არის 15 წელი მსგავს დანაშაულზე, რამდენიმე 10 წლეულის განმავლობაში მას აეკრძალება ქვეყნის დატოვება, მას აეკრძალება 500 ლარზე, ამ ეტაპისთვის 500 ლარზე მეტი შემწეობის აღება ან შემოსავლის მიღება და ნებისმიერი დახმარების მცდელობა, მათ შორის ოჯახის წევრისაგან თითქმის ნებისმიერი, რომელიც იქნება მიმართული ამ 500 ლარს ზევით მისთვის გარკვეული სარგებლის მიცემისთვის, იქნება ეს არის თავშესაფარი, იქნება ეს ან ბევრი სხვადასხვა ფორმა შეიძლება იყოს ეს სარგებელი, ის ცალკე დაექვემდებარება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. აი ამ ცვლილებების ნახვა გიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ის კონკრეტულ პერსონაზე ან მოცემულობაზეა მორგებული. ბაჩიაშვილის საქმე მიიჩნევა ამ ტიპის ცვლილებების რაღაც თავარ სტიმულატორად ქართული ოცნების დეპუტატებისთვის. ეს რომ აუცილებლად ბაჩიაშვილის საქმეზე იყოს მიბმული და მხოლოდ ბაჩიაშვილს ებოდნენ, ალბათ მუხლის დაზუსტებოდა და ის მუხლი იქნებოდა, რაც შესაბამის ადამიანს აქვს წაყენებული ბრალად, მაგრამ მუხლების ჩამონათვალი არის ფართო, რომელიც განაც 1 თუ 2 მუხლი აქვს მათგან მხოლოდ ბაჩიაშვილს მიყენებული, მაგრამ მათ შორის შეგნით არის სხვა მუხლებიც. მუხლები ისეთი, რომლებიც რომლის საფუძველზეც თეორიულად არის შეიძლება ნებისმიერ ბიზნესს მოედაო. როგორც არის მაგალითად არის თაღლითობა ან მომხმარებლის მოტყუება ან მსგავსი საკითხი. ამ თვალსაზრისით ნამდვილად კითხვა თუ არის ის ცვლილებები მიემართება თუ არა მხოლოდ ბაჩიაშვილის კანონის მეორე მოსმენით მხარდაჭერილი ტექსტიდან გამომდინარე, არა, პასუხი ამაზე ცალსახად არის არა. მაგრამ რეალური მიზანი რა არის ამ ცვლილებების, ხო ამაზე შეგვიძლია ვიკამათოთ, მაგრამ რეალური მიზანი ნამდვილად სცილდება არსებული ტექსტიდან გამომდინარე ბაჩიაშვილის საქმეს. მე ვახსენე თქვენი ციტატა, სადაც საუბრობდით, რომ მსგავსი აკრძალვა ფინანსური დანაშაულისთვის გასამართლებული ადამიანების დახმარების, ეს ვთქვათ, იშვიათად მოიძებნება, მათ შორის ახსენეთ ბელარუსშიც არ არის მსგავსი ჩანაწერი. აი რა ანალოგია არსებობს ამის მაინც? ბელარუსი ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ვახსენეთ, არის ის, რომ ბელარუსში არის მსგავსი რეგულირება. სადაც ზიანის ანაზღაურების მოტივით შეიძლება დაუყადაღდეთ ქონება ადამიანებს, მათ შორის მათი ოჯახის წევრებს, მაგრამ ის რომ მაგალითად არ ვიცი, მამას აუკრძალო შვილის დახმარება, ანუ 500 ლარზე მეტი დახმარება, ესეთი რეგულაცია ნორმატიულ დონეზე და კანონის ტექსტობრივ დონეზე იქაც არ არის. ამის აღნიშვნა მინდოდა უბრალოდ და ამას აღნიშნავ ალბათ კიდევ, ჩემი ინფორმაციით შეიძლება ადამიანს დაუყადაღდეს ქონება, მათ შორის აეკრძალოს ქვეყნიდან გასვლა ბელარუსის კანონმდებლობით, სანამ ის ეგრეთ წოდებულ ზიანს აანაზღაურებს, იმ ზიანს, რასაც განსაზღვრავს სახელმწიფო, მაგრამ ამ ადამიანის დახმარებასთან დაკავშირებით და შემოსავლის ამ ადამიანის ამ ქვეყანაში ყოფნის პერიოდში ზიანის ანაზღაურებამდე ამ წლების განმავლობაში მის დახმარება ეკრძალებოდეს მის უახლოეს ოჯახის წევრებს პირობითად ავიღოთ, მე მსგავსი შეზღუდვა იქაც არ მახსენდება, უბრალოდ ამისი აღნიშვნა ხაზგასმა მინდოდა ეს. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა გიორგი დავითურს, IDFI-ის იურის, ჩვენ საუბრობდით ოცნების